მოკლული მძევლის იტაი ჩენის მშობლები მოუწოდებენ ისრაელის მოსახლეობას ხმა მისცენ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც მკაფიოდ იღებენ ვალდებულებას, შექმნან სახელმწიფო საგამოძიებო კომისია. რუბი და ჰაგი ჩენი ამბობენ, რომ ეს არ ეხება პოლიტიკურ მარცხენას ან მარჯვენას, არამედ იმის დადგენას, თუ როგორ მოხდა 7 ოქტომბრის ჩავარდნები, ვინ რა იცოდა და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეხლა ჩემთან ერთად არის რუბი ჩენი, დაღუპული ჯარისკაცის, იტაი ჩენის მამა, რომელიც გაიტაცეს და 760 დღის შემდეგ ისრაელში დააბრუნეს. რუბი, ყოველთვის ასიამოვნოა თქვენი სტუმრობა i24 News-ზე. მადლობა, რომ დღეს საღამოს ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ნიკოლო, დამპატიჟეთ. ეს პირველი არჩევნებია 7 ოქტომბრის შემდეგ. ბევრი საკითხია, რაზეც ისრაელის საზოგადოებას მოუწევს დაფიქრება საარჩევნო უთთან მისვლისას. მაგრამ რატომ სთხოვთ ისრაელებს, რომ სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნა გადამწყვეტ საკითხად აქციონ? რადგან დაახლოებით 2 წლის წინ ჩემმა ოჯახმა და კიდევ რამდენიმე ოჯახმა სარჩელი შეიტანა ისრაელის უზენაეს სასამართლოში, რომ მთავრობისთვის მოეთხოვათ ახსნა, რატომ არ შექმნა საგამოძიებო კომისია. როგორ მოხდა ღმერთის სახელით? 1200 ადამიანი მოკლეს ერთ დღეში. 251 ადამიანი გაიტაცეს. ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაიტაცეს და რატომ? ღმერთის სახელით. 760 დღე დასჭირდა ჩემი შვილის დაბრუნებას და დაახლოებით 2 კვირის წინ მივიღეთ ისრაელის მთავრობის ოფიციალური პასუხი უზენაეს სასამართლოსთვის, სადაც ძირითადად ეწერა, რომ საკმარისი დრო არ გქონდა, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არ გქონდა საკმარისი დრო. ფიქრობ 3 წლის შემდეგ თუ მთავრობა არ არის მზად გამოიძიოს, როგორ მოხდა ეს? ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე დიდი კატასტროფა მისი დაარსების შემდეგ. ფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი თუ ვის უნდა მისცეთ ხმა მომავალ არჩევნებში. არსებული მთავრობა და მე მესმის რათომაც მხოლოდ მომავალზე საუბრობს და გთხოვს ვიფიქროთ მომავალზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც მას უკავშირდება. თუ მეორე მხარე მოიგებს არჩევნებს, რას ნიშნავს ეს? მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით, არ უნდა გკითხოთ საკუთარ თავს, რა იყო წინა მთავრობის მიღწევები. და ვფიქრობ არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვკითხოთ ამ ადამიანებს, რატო არ შექმნით საგამოძიებო კომიტეტი და რატო არ აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა. და ვფიქრობ ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვაა, რომ დაუსვათ ნებისმიერ საპარლამენტო პარტიას თქვა სურს თუ არა მომავალ პარლამენტში ასეთი საგამოძიებო კომიტეტის შექმნა. რუბი, შენ თქვი, რომ ეს პარტიულ ინტერესებს ცდება, რომ სახელმწიფო საგამოძიებო კომისია არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ ბანაკს. კრიტიკოსები შეიძლება ამბობდნენ, რომ ეს მაინც ქმნის რისკს, რომ 7 ოქტომბრის პასუხისმგებლობა გადაიქცეს პარტიულ კამპანიის თემად. როგორ ინარჩუნებთ ამას პოლიტიკის მიღმა? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ ვისაუბროთ პოლიტიკაზე. ვფიქრობ, მძევლების ოჯახების უმრავლესობა ასე გრძნობს, ისევე როგორც დაღუპულთა ოჯახები. ბოლო 4 წლის განმავლობაში, წინა მთავრობის პერიოდში 2200-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე მოკლეს. ეს პასუხისმგებლობას ეხება, ვფიქრობ, ჩვენ როგორც საუმშევროებმა უნდა ვკითხოთ წინა მთავრობას დას მიაღწიეთ. და ვფიქრობ, რომ ამის ნაწილი არის ანდერშვალდებულება და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მოხდა. და არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც 7 ოქტომბრის საკითხს ცდება და რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არჩევნებზე წასვლისას უნდა იყოს მე-7 ოქტომბრის საკითხი. როგორ მოხდა ეს? ვინ იცოდა? რა გააკეთეთ? არ გააკეთეთ? და რა არის შენი პასუხისმგებლობა? და როგორ ამტკიცებ, რომ ეს აღარ განმეორდება, როცა არაფერი შეცვლილ? და მე ვფიქრობ, რომ ეს ცუდი მიდგომა. ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შენზე ისაუბრა. შენ ესწრებოდი ე-7-ის შეკრებას, რომელიც დეპუტატ იოავ სეგალოვიცის გამოსათხოვარად გაიმართა, რადგან ის ახლა ტოვებს პარტიას. ლაპიდმა თქვა, რომ მადლობა გადაგიხადა მოსვლისთვის. თქვენ ისაუბრეთ კამპანიაზე და იმაზეც რა უნდა გაკეთდეს. რუბენ, მინდა გკითხოთ, ხედავთ თუ არა თქვენს თავს მომავალში პოლიტიკაში? ნიკოლ, მინდა შეგისწორო, ჩვენ ე-7-ის პარტიის შეკრებაზე იმიტომ არ მივსულვართ, რომ ამ პარტიის წევრები ვართ. ჩვენ რეალურად შევქმნით ღვინო იტაის სახელით, რომელიც ახალხან გამოვიდა და ერთ-ერთი ე-7-ის წევრი, სიმონ დავიცონი, რომელიც ასევე ჩვენი მეზობელია,
Realrat იყიდა ეს ღვინო და უნდა გაიზიარებინა იეშათიდის პარლამენტის წევრებთან საუბრობდა 7 ოქტომბერზე და მოგვიწვია რომ შევერთებული ხავით. ასე რომ ბოლოს ჩვენს შევერთით, არა როგორც ოფიციალური წევრები იეშათიდის, მაგრამ ვფიქრობ რომ ისინი უნდა აღიარონ პარლამენტის წევრებად, რადგან ყოველთვის ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ქნესეთის დერეფნებში. და ასე ყოველთვის არ ხდებოდა სხვა ქნესეთის წევრებთან, როცა ვთხოვდით მათ პრიორიტეტად დაესახათ ძევლების გამოყვანა. სამწუხაროა და ნიკოლ ეს ფაქტია, რომელიც მე ითქვას, რომ ხარადული პარტიები მიუხედავად იმისა, რომ მათ შეეძლოთ, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი მieყვანათ იმ მდგომარეობამდე, რომ 2024 წელს ძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე წასულიყო. ისინი არასდროს იყვნენ ასე მტკიცედ, როგორც ბოლო რამდენიმე თვეში ვიხილეთ, როცა საქმე იმ კანონებსა და ბიუჯეტს ეხებოდა, რომლის გატანაც სურდათ. და სამწუხაროა მის თქმა, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ იეშათიდმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ დამხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში იყვნენ. ესე რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ, ეხლა მინდა რომ მაინც გქონდეს ხმა, რომელიც არაპოლიტიკური ენით საუბრობს. და კიდევ ერთხელ მოუწოდეთ მათ, ვინც ახლა გვისმენს, რომ იკითხონ რა მოხდა 7 ოქტომბერს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას და რა მოხდა? რადგან თუ ამ საკითხებს არ შევამოწმებთ, ეს ისევ განმეორდება. და კიდევ უფრო მეტი ოჯახი იქნება ჩემს მდგომარეობაში, რომლებსაც მოუწევთ ისაუბრონ იმაზე თუ როგორ დაკარგეს შვილი. ისე რომ ვერ გაიგეს რატომ მოხდა ეს, ვინ იცოდა და რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რომ აგრძელებთ თქვენი ხმის ამაღლებას და ჩვენთან გაზიარებას. აი 24 ნიუსზე. რუბიჰენ, მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. მადლობა რომ მიმეწვიეთ. ეხლა ამ საუბარს სტუდიაში გადავიტანთ და ჩემთან ერთად არის პოლიტიკური ანალიტიკოსი გილ ჰოფმანი. გილ ჰოფმანი, ჩვენ ხედავთ ამ ძევლების ოჯახებს. მათი ხმები უკვე ძალიან ნაცნობი და ცნობილია ისრაელის საზოგადოებისთვის ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. და ახლა როცა ისრაელის არჩევნებისკენ მივდივარ, რამდენად დიდ გავლენას ვარაუდობენ, რომ ყოფილი მძევლები და მძევლების ოჯახები იქონიებენ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი არჩევნებია 7 ოქტომბრის შემდეგ. უზარმაზარი ნიკოლ, მათ აქვთ მორალური ხმა პოლიტიკურ სპექტრის ყველა მხარეს. ისინი ამ ხმას აუცილებლად გააგონებენ. და ისრაელში ყოველთვის არ იყო საზოგადოებაში მისაღები, რომ სხერფთა ოჯახის წევრები ასე მოქცეულიყვნენ. იცი ვინ გახადა ეს მისაღები? 50 წლის წინ. ბიჭის სახელად იონი ნეთანიაჰუ ოპერაციის დროს ტებიში მოკლეს და მისმა ძმამ ბენიამინ ნეთანიაჰუმ შექმნა ანტიტერორისტული ორგანიზაცია, რამაც მის დიპლომატიურ და პოლიტიკურ კარიერამდე მიიყვანა. და თუ ეხლა არ მოსწონს, რომ ისმენს ხმებს, რომლებიც შეიძლება კრიტიკულად აფასებდნენ მას და მის როლს 7 ოქტომბრის მოვლენებში, ირონიულად ამისთვის მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. აქ გიგილ კიდევ ერთი მძევლის ოჯახია, რომელიც დღესაც ყურადღების ცენტრშია. ეს არის ანავზანდ გალკერტი. ის ამბობს, რომ იაირ გოლანმა დაფირდა დემოკრატების პარტიის სიაში მისთვის გამოყოფილ ადგილს, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. გოლანმა სოციალურ ქსელში ძირითადად ბუდიში მოიხადა და რომ არავისთვის არ მიმიცია გამოყოფილი ადგილი, მაგრამ რამდენად საზიანო შეიძლებაបាიყოს ეს იაირ გოლანისა და დემოკრატებისთვის. ეს სინამდვილეში ნეტანიაჰუსთვის დიდი საჩუქარია, რომ ის გვერდზე გაიყვანა, რადგან ის იყო ყველაზე გამაღიზიანებელი კრიტიკოსი ნეტანიაჰუსთვის 7 ოქტომბრის შემდეგ. და თავის ხმას ძალიან ხმამაღლა აჟღერებდა ყველა პოლიტიკურ პროტესტსა და ყველაფერში. მამძევლების ფორუმი საკმაოდ პოლიტიკურად აქცია, მაშინ როცა თავდაპირველად ასე არ იყო. ასე რომ მე სრულად ვიგები იაირ გოლანს. მას ჰქონდა პრაიმერი, რომელშიც 113,000 ადამიანი მონაწილეობდა და მას მართლაც ჰქონდა უფლება რეზერვირებულ ადგილზე. და როცა მან თქვა, მე არ გამოვიყენებ ამ უფლებას, თუნდაც ისეთი ადამიანისთვის, ვინც ეხლა ესეთი ცნობილი ფიგურაა. მან მართლაც მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა თავის პარტიას, რომ ერთგულია მათი. გულია მათი. და მას ნამდვილად უსამართლოდ მოექცნენ.